მოქალაქეთა გაერთიანებების კავშირი ჩვენი აფხაზეთის ინიციატივით ახმეტელის თეატრში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დევნილებს აფხაზეთის პრობლემის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების შეზღუდვა და სკოლებში არსებული ურთულესი ვითარება იყო. იკრძალება ქართულად სწავლა აფხაზები გვეუბნებიან კი არ იკრძალება არამედ ვააზრებთ ნებას მაგრამ სკოლები გაუქმდა იქ მარტო ქართული ენას როგორც უცხო ენა ასე დართესნება და დანარჩენი ყველაფერი მიდის არა აფხაზურად არამედ რუსულად და ეს არ შეიძლება ეს არ სადარხდება ასეთ რაღაცა რომ საშუალო თავის ენაზე საქმის წარმოება და ლაპარაკი და სწავლა რომ აუკრძალო ხალხს ეს მიუღებელია გააქტიურება გვინდა რომ ყოველდღიურ რეჟიმში იყოს აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბარი ტერიტორიის გამთრიანებაზე საწუხებს დევნილ მოსახლეობას და ეს გვაწუხებს მთლიანად საქართველოს. შეხვედრის მონაწილეები აფხაზეთის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აუცილებლად მიიჩნევენ დევნილების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ პროცესებში. რას ნიშნავს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა? ეს არის ის, რომ სამწუხაროდ წინა რეჟიმის დროს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ჩვენ მყავდა ჩვენი დეპუტატები, ეს ხალხი იქიდან გაუშვეს. დარჩა სიცარიელე, ეს სიცარიელე ძალიან დიდ ზიანს აყენებდა ჩვენ საზოგადოებას, აუცილებლად დევნილ საზოგადოებას უნდა ყავდეს თავის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. არა მარტო საქართველოს პარლამენტში, სახელისუფლებო იმ შტოებში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ტერიტორიული და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის დარგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვცდილობთ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც იყო დაშვებული წლების განმავლობაში. ვაძლევთ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც პირდაპირ გათვლილია ჩვენს გრძელვადიან პერსპექტივაზე აფხაზეთში დაბრუნების, ასევე სამაჩაბლოს დაბრუნების. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ გაერთიანება. დღეს შეხვედრა იყო ის ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ციკლიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე იყო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდი მზაობა გამოხატა დევნილმა საზოგადოებამ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ხომ უნდა იყოს პარლამენტში. ვისაც ტკივა ეს აფხაზეთი. ვისაც უნდა დაბრუნება სახში, ვინც მივა დევნილთან. ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთი არის ეს ჩვენი, აფხაზეთი არის საქართველო. ნუ რატო არ შეიძლება 300,000 კაცს ყავდეს თითო რაიონიდან თითო ადამიანი პარლამენტში? მე ახლა ამას არ ჩემთვის ვამბობ, არ ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ ხო არიან ახალგაზრდები? ახალგაზრდა თაობა, ვინც უნდა წავიდეს, უნდა დაბრუნდეს იქ. დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას, რომ სტარტია მოძრაობისა. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ, ზოგადად საზოგადოებრივი მოძრაობის პრინციპიც ეგ არის, რომ აქტიურად ქონდეს კომუნიკაცია ადამიანებთან და მის სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენი ვალია დღევანდელი ახალგაზრდებისა, რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველო გავხადოთ საინტერესო ჩვენი აფხაზი ძმებისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 22 წელი მე ცხოვრობდი რუსეთში. მაინც როგორც ხედავ, დღეს მე საქართველოში ვარ და მე დავბრუნდი საქართველოში, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევიტანო წვლილი აფხაზეთის დაბრუნებაში. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაერთიანებების კავშირი ჩვენი აფხაზეთი ათეულობით აფხაზეთის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს. ეტაპობრივად ფუძნდება მათი წარმომადგენლობები საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ჩვენი აფხაზეთი აქტიურ კომუნიკაციაშია დევნილებთან და მათი მოსაზრებების საფუძველზე მომავალში მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გადაეგზავნება.